დღეს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ზამთრის 25-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გაცილებისა და ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი იტალიაში 6 თებერვალს დაიწყება. საქართველოს სპორტსმენების სახელით ფიცი დადო მოთხილამურე ნინო ციკლაურმა. ის ზამთრის სპორტის სახეობებში ქალთა და კაცთა შორის პირველი სპორტსმენი იქნება, ვინც ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშები მილანსა და კორტინაში გაიმართება. საქართველოდან 8 სპორტსმენი იასპარეზებს. ისინი მონაწილეობას მიიღებენ სპორტის 2 სახეობაში, ფიგურულ ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში. გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება 6 თებერვალს მილანში ჩატარდება. საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი. კორტინაში კი მოთხილამურეები ლუკა ბუჩუკური და ნინო ციკლაური. საქართველოს დელეგაციას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი. ველით რომ ჩვენი სპორტსმენები დიდ წარმატებას მიაღწევენ მილანი კორტინაში, თქვენ იცით რომ 6-22 თებერვალს გაიმართება ოლიმპიური თამაშები. თქვენ იცით რომ ფიგურულ ცრიალში სრული გუნდი იღებს მონაწილეობას, გუნდური შეჯიბრება 10 გუნდს შედგება და 10 გუნდი შეჯიბრება ერთმანეთს. ეს ძალიან დიდი მიღწევა, თუმცა გუნდში მოხდე და 10 გუნდში საუკეთესო გუნდებში მიიღო მონაწილეობა. და რა თქმა უნდა ფიგურულ ცრიალში არის ყველა იგივე დისციპლინები, ნებისმიერ დისციპლინაში შეუძლია რომ ნებისმიერს медали მოიპოვოს, რამე თუ საბავს გვაძლევს ის წარმატებები, რა წარმატებების მიაღწიეს ჩვენმა სპორტსმენებმა. თქვენ იცით რომ ბოლო 2 ევროპის ჩემპიონი გაგვიხდა 2 დისციპლინაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ იცით რომ ზამთრის სახეობა ჩვენთან რო იტყვიან ფეხს იკრებს და ალბათ უნდა აღინიშნოს რომ ის ნაბიჯები რაც გადაიდგა მთავრობის მხრიდან ოლიმპიური კომიტეტის პროგრამებით სამინისტროს მხრიდან რაც გაკეთდა 2025 წელს, როდესაც ჩვენ ჩავატარეთ ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი, სწორედ ეს გამოძახილია და სწორედ ის არის რომ სწორედ მივიდგა სწორ მიმართულებით ვითარდება ზამთრის სახეობა და მე მინდა ყველა სპორტსმენს ჩვენ 8 სპორტსმენით მივიღეთ მონაწილეობას. რა სპორტის უსურო წარმატება და სწორედ რომ მინდა რომ აი რაც თქვენ თქვით და რაც ჩვენ გაცდები გვაქვს რომ ისტორიაში პირველად ოქროსასოები ჩაიწეროს რომ პირველად იტალიაში ჩვენმა სპორტსმენებმა მოიპოვეს მედალი. საქართველოს ნაკრები არის უმაღლეს დონეზე მომზადებული, რაც სულ ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ, რომ შედეგები თვე დაფიქსირდა. ეხლა მთავარი არის, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური მდგრადობა, თუმცა ჩვენი გუნდი მზად არის ბრძოლისთვის და მხოლოდ უმაღლესი შედეგებისთვის. ვეცდებით რომ გავახაროთ მთელი საქართველო. დიდი პატივი არის წარმოვადგინა საქართველოს ასეთ შეჯიბრზე, ყველა შეჯიბრზე, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე განსაკუთრებით. იმის და მიუხედავად რომ ეს უკვე მეხუთე თამაშები არის ჩემთვის, უფრო მეტად ვაანალიზებ, რამდენს ნიშნავს ეს პირადად როგორც ჩემთვის სპორტსმენისთვის, ადამიანისთვის, ასევე საქართველოსთვის და განსაკუთრებით კი საქართველოს ზამთრის სპორტისთვის. შედეგებს რაც შეეხება, მე რა თქმა უნდა ყველანაირად შევეცდები რომ წინა შედეგები გავამჯობესო. ზამთრის სათხილამურო სპორტი ძალიან რთული სპორტი არის და ასე რომ პრეტენზია მე ნამდვილად არ მექნება მედალზე, ჩემთვის იქნება მთავარი მიზანი შევიდე 30 ელულში. დიდი ხანი ვემზადებოდი ამ დღისთვის. მზად ვარ როგორც ფიზიკურად, ასევე უკეთეს ფორმაში ვარ მენტალურად და უკან დახევას არ ვაპირებ ამ შეჯიბრისთვის. ყველაფერმა კარგად ჩაიარა საბოლოო ჯამში. აქამდე რაც მოვედი და ასევე კიდევ მოვემზადები რამოდენიმე დღე ამ შეჯიბრისთვის და იმედი მაქვს ყველაფერი ისე წავა როგორც ვარაუდობ.